მოგესალმებით საღამომში დოპისა ჩემო მეგობრებო, ვიწყებ პირის დაბანვას, საღამოს რუტინა მინდა გაჩვენოთ და მე ამით ჩამოვიბანე პირი. ეს აუცილებელია საპონის სპეციალური სახის ჩამოსაბანი დილას და საღამოს. ამით ჩამოვიბანე, ეხლა გაჩვენებთ რა უნდა წავისვე ეს ტონერი, ვინაიდან მაქვს მე მშრალი სახე, დამატენიანებელი შეიცავს ეს ტონერი და აუცილებლად ამით უნდა გავიწმინდო სახე. ტონერი კარგად იჭერს სახეს, სრული ნაოჭებისთვისაც ძალიან კარგია და ასე რომ მეგობრებო, აი ახლა ისმენ ტონერს აუცილებელია ეს, ვისაც მშრალი კანი გაქვთ რომ იცოდეთ და ეხლა ტონერის შემდგომ პეპტილუქსი დავიწყე უკვე რამდენიმე დღეა, ღამის ეს არის ძილის წინ წასასმელი, მაგრამ ძალიან მიყვარს მე, როდესაც ძალიან მშრალი კანი მაქვს, ამიტომ ვარდის ზეთს, მე მაქვს სხვადასხვა ზეთები, ნახეთ, ეს არის ყურძნის წიფწის ზეთი, ეს ვარდის ზეთი, ეს არის ნუშის ზეთი და ეს არის ამას სხვათა შორის თმაშიც ძალიან კარგია ხანდახან მაკადამია. და მოკლედ აი ამ ზეთებს და ეხლა მინდა რომ ვარდის ზეთი წავისვა სახეზე. ძალიან რამოდენიმე წვეთი. სხვათა შორის საფხუში ძალიან ცხელა, შეგიძლიათ მარტო აი ეს ზეთები ტონიკის მერე წაისვათ და всё. აი ესე მეგობრებო და ეხლა ამის შემდგომ უკვე წავისმევ მე აუცილებლად ჩვენს პეპტილუქსებს. ნახოთ. საკმაოდ ძვირიანი საცხია პეპტილუსები. ძალიან ბევრი არ მომივიდეს, ისედაც ნაწილდება კარგად. ნახეთ მეგობრებო, აი ხო, არა, ბევრი მისვია. ეხლა მაგალითად როგორ შეცვალა აქ სარკეში, კარგად ბევრი მისვია. აი გაჩვენებთ, ხა ის ძალიან კარგად ნატრიელდება და მაქვს ძალიან კარგად სახე. მაგრამ სხვათა შორის მე ძალიან უწევს ზეთებით, იმიტომ რომ მშრალი კანისთვის ეთყობა მაინც კარგია გვიტენიანებს და მაგრამ აი ეს რაც დავიწყე ეს ტონერიც ძალიან მაგარია. მეგობრებო, უკვე საღამოა და მე გავემზადე მოკლედ სახეც მოვიწესრიგე, ყველაფერი და ასე რომ მოწესრიგებული ვარ ძილთან შესახვედრად.